ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე წინასწარ პატიმრობაში დარჩება. მიუხედავად იმისა, რომ დაცვის ხარებ მისთვის 100,000 ლარიანი გირაოს და ელექტროსამაჯურის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა, მოსამართლე მიმალვის და მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედების საფრთხეების სარწმუნოდ მიიჩნია. მოწმეები კი როგორც დღევანდელ სხდომაზე გაირკვა, მიქაუტაძის მეგობრებიც იყვნენ. ვინ არიან ისინი, არც პროკურორს და არც თავად ბრალდებულს დაუკონკრეტებია. ისედაც იმდენი მუხლია კიდევ რომ ზემოქმედება მოუახდინო მოწმეებზე. ცხოვრებაში პოლიციაში და სასამართლოში არ ყოფილა, რა ზემოქმედებაზეა საუბარი. მეუღლემ გამომიგზავნა ნიცშეს წიგნი და იქ არის. თითოეულმა მეგობარმა, რომელმაც ჩვენება მისცა, მე მაწეგული არ მწყდება და ნაწყენი არ ვარ, მაგრამ იმ წიგში წერია. მე კი ვაპატიე მას, რაც ჩემთან დაკავშირებით ჩაიდინა, მაგრამ თავის თავს რაც გაუკეთა, მე რა ვაპატიოო. იმ ჩვენებებში იმდენი რამეა აბსურდი და ტყუილი. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა არსებითი განხილვის ეტაპზე განვიხილოთ. თუ რამე შეცვლა მინდოდა ადვოკატის პირით შემეძლო შემეთვალა და ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა. დღევანდელ წინა სასამართლოს სხდომაზე გაირკვა, რომ მიქაუტაძეს, რომელსაც ბრალი 3 ეპიზოდზე ჰქონდა წაყენებული, ახლა გამოძიება უკვე 9 ეპიზოდს ედავება. 8 მილიონს გადააჭარბა დაუსაბუთებელი და უკანონოდ მიღებული შემოსავლის ოდენობამაც. გარდა ამისა, მიქაუტაძეს უკანონო სამეწარმეო საქმიანობასაც ედავებიან. დაემატა ის, რომ ბრალი წარედგინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე რამდენიმე ეპიზოდი, ასევე დაემატა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის კუთხით დამძიმდა ბრალდება, გაიზარდა კონკრეტულად ოდენობა, ანუ წარდგენილი იყო 3 მილიონთან დაკავშირებით ბრალი და გამოძიებით დადასტურდა, რომ მან განახორციელა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია დაახლოებით 8,400,000-ის. ირკვევა, რომ მიქაუტაძის საქმეზე გამოძიება ანტიკორუფციულმა სააგენტომაც წამოიწყო. სუსტში სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე ეპიზოდები გამოიყო უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე. შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ კითხვები მისი უშუალო ხელმძღვანელების, ყოფილ მინისტრ ლევან დავითაშვილისა და პრემიერ ღარიბაშვილის მიმართაც გაჩნდეს. ეს აღნიშნავს, რომ ეგ მიმდინარეობს რომეო მიქაუტაძის მიმართ შესაძლოა იყოს რაღაც ეპიზოდი, რაშიც სხვა პირების მიმართ ბრალის გამოკვეთით იყოს დაინტერესებული ბრალდების ხარჯი. გამოიყოს საქმე ცალკე წარმოებად და ამას დრო აჩვენებს საერთოდ მიეცემა თუ არა მსვლელობა ამ საქმეს და ვის მიმართ მიმდინარეობს. გიორგი ბაჩიაშვილის საქმის გათვალისწინებით არ არის გამორიცხული, რომ გამოძიების სამიზნეები მიქაუტაძის გარემოცვა და მისი ოჯახის წევრებიც იქცნენ. მით უფრო რომ პროკურორმა ეს დღეს პირდაპირ თქვა, მიქაუტაძის მეუღლე ამ თემაზე მედიასთან დუმილს ინარჩუნებს. უმარ დააყადაღეს კაცრავაზეც. აი არ იტყოთ მედიასთან არაფერს, თქვა ხო გაქვთ პოზიცია, რომ უსამართლო შეიკერა კაცრავად შეიძლება რომ გაატაროთ. მტკიცებულებები, რომლებიც პროკურატურამ წარადგინა, სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია. შესაბამისად, მიქაუტაძის საქმე უკვე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა. მომდევნო პროცესი 7 აგვისტოსაა ჩანიშნული. მინისტრის ყოფილ მოადგილეს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.